ცვლილებებით ხილის წარმოების ხელშემწყობ პროგრამაში ფერმერები მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობას წელსაც შეძლებენ, თუმცა დახმარების მისაღებად ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა. ამის შემდეგ მეთხილეები 1 ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. გულების სახით დარიცხული ფინანსური რესურსის ათვისება კი ფერმერებმა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუთვისებელი ქულები ანულირდება. ხილის წარმოების ხელშემწყობ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით 95,000-მდე მოსარგებლე ჰყავს. ფერმერები თხილის მოვლა მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად რეგისტრაციას გადიან. პროგრამა, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, წელსაც გრძელდება. ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 0,2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღი აქვთ, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ფერმერების განმარტებით სახელმწიფო პროგრამის წინა წლებშიც ისარგებლეს, თუმცა დახმარების მისაღებად აუცილებელი წინაპირობა რომ რეგისტრაცია თავიდან გაიარონ. ამოვიყენეთ კარგად, მოვახარეთ ჩვენ თხილნარს ყველაფერი, რაც იყო გასაკეთებელი სუფთა და ზუსტად. სასუქს ვიღებთ, წამლებს ვიღებთ. და ახლა სხვას მოვცემენ, რაც არის საჭირო. მე ახლა ნაკვეთი ცოტა მაქვს, პატარა და როგორც ნაკვეთის მიხედვით არის ასე ვაუჩერები, ჰექტარზე არის 500 ლარია. შარშან 2 მისა სასუქი ვიყიდე 2 ბაჭკა და ბალახი საწამლავი ვიყიდე 1-3 ბოთლი კიდე. ამით გამოიწურა რაც იყო ის მოვახმარე. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით გაიცემა. დარიცხული ქულებით ფერმერები თხილის მოვლა მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებს და პესტიციდებს შეიძენენ. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ნატალია ხარატიშვილის ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება საქართველოს მასშტაბით სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში იქნება შესაძლებელი. ფერმერებს თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ბადა კი 31 აგვისტოა. სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ თუ 31 აგვისტომდე ბენეფიციარი დარიცხულ ქულებს ვერ გამოიყენებს, ავტომატურად ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულები ანულირდება. აუცილებელია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ ჯგუფებს მიმართონ დარეგისტრირდნენ კადასტრში, ხოლო ოფისები არის განთავსებული კონკრეტულ სოფლებში. წინასწარ არის გაწერილი გეგმა, რომელ სოფელში უნდა მიმართონ. აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, თუმცა ინფორმაციის მოძიება ასევე ჩვენს მოსახლეობას შეუძლიათ 15:0-ზე ჩვენს ხალხაზე დარეკვის გზით. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივი აღიარება, ვისაც აქვს მინიჭებული, მხოლოდ იმ მაღაზიებში ამ ქულების განახდებას, ხოლო ქულების დარიცხვა მოხდება ლიბერთი ბანკში მათ სახელზე გახსნილ ანგარიშებზე. მეთხილე ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყო. სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით 95,000-მდე მოსარგებლე ჰყავს. მათივე ინფორმაციით, შარშან თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა. წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით მინდა ვთქვა, რომ უფრო მეტწილად ბოლოსკენ მოდიან ხოლმე რეგისტრაციისთვის, თუმცა ეხლა იცით, რომ სოფლებში ვახდენთ ამ აღნიშნული ბენეფიციარების რეგისტრაციას და იქიდან გამომდინარე, უამინდობა ხშირად არის ხოლმე, რომ იანვარში ნაკლებად მიმართავენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობა არ არის, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს პროცესი. მეთხილე ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჯამში ბიუჯეტიდან ფერმერების დასახმარებლად 23 მილიონი ლარია გამოყოფილი.